თუ სამშობლოს დაცვის, სახელმწიფო შენახვის პირობა სიყვარულია, მაშინ ქართველებს და მსგავსი ისტორიის მქონე სხვა ერებს ცხოვრების ფუძედ საძირკვლად სიყვარული ქონიათ. სიყვარულს უშენებია მტრობით დანგრეული. ქართული სუფრა ადრე როგორი იყო ძველ საქართველოში? სადღეგრძელო ქართულ სუფრაზე ეს აუცილებლად ლექსი იყო. ან სადღეგრძელო ქართულ სუფრაზე ეს სახარებიდან რაღაცა ქრისტეს იგავის მოყოლა იყო. ან ეს იყო რაიმე ფილოსოფიური დატვირთვის მქონე ლეგენდა სადღეგრძელო. ან ეს იყო რაღაცა ანდაზა, რომელიც ცოდნას ატარებდა შიგნით. და ქართული სუფრა სწორედ აი ამით იყო განთქმული. ბავშვმა წერა-კითხვა კი არ იცოდა, მაგრამ ის თავის სიცოცხლის განმავლობაში სუფრას რო ესწრებოდა, ამ სუფრაზე თქმულ, ასე ვთქვათ, სიბრძნეებს რომ გებულობდა, ის განათლებას გებულობდა. მერვე და მეცხრე და მეათე და მეთერთმეტე და მეთორმეტე საუკუნეში მოსახლეობის 99% იყო წერა-კითხვის უწოდინარი. აი ამ პერიოდში, ამ ურთულეს დროს, როცა არ იყო ინფორმაციის გადაცემის არავითარი მექანიზმები, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ქართველმა კაცმა შექმნა ინფორმაციის გადაცემის სრულიად უნიკალური მექანიზმი, აბსოლუტურად უნიკალური მექანიზმი. ამას ეს არის ქართული სუფრა. ჩვენ შევქმნით ეს ნამდვილად. ნამდვილად შევქმნით ქართულ სუფრაზე საუკუნეების განმავლობაში ახალგაზრდობა სიბრძნეს სწავლობდა და ეს სიბრძნე იყო სწორედ ის იგავი, სწორედ ის ლექსი, სწორედ ის ფილოსოფიური ლეგენდა იქნება თუ ანდაზა თუ სხვადასხვა. ეს არ იყო სამწუხაროდ საბჭოთა დროში ყველაფერი მოისპო და ქართული სუფრა ყველგან არა, რა თქმა უნდა, ყველგან არა, მაგრამ ბევრ ადგილას გადაიქცა გაგიმარჯოს, გაგვიმარჯოს. ხოლო ჩვენ გაგვიმარჯოს და ასე შემდეგ. და ესე არ იყო ესე პრიმიტიული. ეს ფორმა უნდა ავაღორძინოთ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ. რა თქმა უნდა, სიმთვრალე არა. ადრე სულ სხვა დრო იყო. კაცი სახში რომ მივიდოდა, სანამ სახში მივიდოდა, ფეხი რომ აბნეოდა, ეს იყო უდიდესი სირცხვილი, ამიტომ ქართულ სუფრაზე ზომიერად სვავდა ხალხი. იქ დათრობა კი არ იყო ამოცანა. იქ იყო ზომიერება, ცოდნა, იქ იყო პირველი დიდი სიბრძნე, მეორე, იქ იყო მტრების შერიგება, იქ იყო მეგობრობის გამტკიცება და გახსნა და არაფერი შეურაცხმყოფელი იქ არ იყო.